თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეში ნაგასაქმეთა მინისტრის ინფორმაციით არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში აურზაური გამოიწვიონ და ეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად კეთდება. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ვინც დესტაბილიზაციის მოხდენას და კანონის დარღვევას შეეცდება, უმკაცრესად დაისჯება. მინისტრის ამ განცხადებებს გამოხმაურებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოყვა. ნატა ქაჯაია განაგრძობს თემას. ნატა, როგორ აფასებენ ჭიკაიძის განცხადებას ნაციონალურ მოძრაობაში? მაიდინებს აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა. შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიცია ალექსანდრე ჭიკაიძეს დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროვოკაციული განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ძალოვანი უწყების პირველი პირი პარლამენტში უმცირესობის ხდომაზე მივიდეს. ჰაკიმ-ფაშას ხელის ბიჭმა შემოგთავაზა სრული ბოდვა ასავალ-დასავალი სტილში, ის ხედავს საფრთხეს პროდასავლურ ოპოზიციაში. ჩვენ მოვითხოვთ მოვიდეს მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის ხდომაზე და კონკრეტულად მოგვიყვეს რა იცის ამის თაობაზე და გაამყაროს თავისი ბოდვა კონკრეტული ფაქტებით. მინისტრი ჭიკაიძეს სერიოზულად თავად ქართულ ოცნებაში არ აღიქვამენ, არათუ ქართულ საზოგადოებაში და აშკარაა, რომ მისი ეს განცხადება პირდაპირ დავალება არის პრემიერი ღარიბაშვილის. სამწუხაროა, რომ რუსეთიდან მომატებული საფრთხის, ასევე ქვეყნის შიგნით გაზრდილი კრიმინალის ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ტიპის ჭორაობით არის დაკავებული და მონაწილეობას იღებს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. ნათელია, რომ ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა, თუ სადმე რაიმე უკანონო ხდება, მათ უნდა მართლა უკანონობას მიხედონ და არა პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებდნენ და ჩვენი პარტიის იმ აქტივისტებს, რომლებიც ემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გამოეხმაურნენ მართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე წუთის წინ პირველი განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერდიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი კომპეტენცია შიდა უსაფრთხოების და მაწესრიგის დაცვის, თავდაცვის სამინისტროს თავისი საგარეო საფრთხეებზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მუდმივი ურთიერთგაცვლა და მინდა გითხრათ და საზოგადოებას მიმართო, რომ განსაკუთრებულად საგანგაშო დასაძაბი აქ არაფერი არ არის, უბრალოდ ხორციელდება სხვადასხვა ზომების მიღება, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველო მოაწერს ასოცირების შეთანხმებას ხელს და ნატო სამიტისთვის საქართველო იყოს წარმოჩენილი როგორც სტაბილური ქვეყანა. ამ კუთხით ცხადია, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაცილებით მეტი იცის, ვინაიდან მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის თაობაზე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ამ მსგავსი არ გამეორდება. მე და მინისტრს არ ქონია აზრების გაცვლა ამ თემას, მაგრამ ზედაპირზე კარგად ჩანს, რომ მაინც და მაინც მშვიდობიანი გეგმები და მშვიდობიანი აზრები არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რაღაცა მრავალი მიზეზის გამო. იმიტომ რომ პოზიციები დათმეს საზოგადოებაში. იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე ცუდი მათთვის მოულოდნელი წარუმატებლობები სდევს ერთმანეთს. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა და გარკვეული ჯგუფები ამ სახელმწიფოს ებრძვიან. მათ გონიათ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკურ ჭიდილში, მაგრამ რეალურად მათი ქმედებით სახელმწიფოს უბუჭდებას აქვს. ნებისმიერი კანონდარღვევა მათი მხრიდან და ამაზე იქნება რეაგირება უმკაცრესი, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოს აქვს ძალიან კარგი მომავალი და ამ მომავალისთვის ხელი შეშლის უფლებას არავის არ მოცემთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ისაუბრა გაზეთ პრაიმ ტაიმთან, უფრო ცლად რას შეფასებები და განცხადებები მოყვა ძალოვანი უწყების პირველი პირის განცხადებას, თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახოთ. მადლობა ნატა.